ჩვენი პირველი სტუმარია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და უკვე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. მოგესალმებით, არ მინახი ხართ არჩევის შემდეგ გილოცავთ ახალ წელსაც და იმედია სწორედ თქვენი პარტიის და საერთოდ ოპოზიციური ძალების ძალისხმევით ეს ქვეყანა 2021 წელს გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე 2020-ში იყო. დიდი მადლობა, თქვენც ასევე გილოცავთ, გისურვებთ წარმატებას და ბევრ ბედნიერ სამუშაო დღეს და დარწმუნებული ვარ 21 წელი, იმიტომ არა რომ სურს ასე იყოს, მჯერა და რო არ მჯეროდეს, ყოველ შემთხვევაში ამერად მოახერხებდი, ამას არ ვიტყოდი, მჯერა რომ რა თქმა უნდა მძიმე წელი იქნება, მძიმე თავისი და შინაარსობრივად დატვირთულობით, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული წელიწადი იქნება. როგორც არასოდეს ვფიქრობ, რომ სიმართლე არის ხალხის მხარეს. ჩემი ბედნიერი სამუშაო დღეები, ამ ქვეყნის ბედნიერი დღეებია, მინდა გითხრათ ნიკა წინასწარ. Facebook პოსტში თქვენ ასეთ რამეს წერდით, რომ დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა. რითია განპირობებული რებრენდინგის აუცილებლობა და საჭიროება? თქვენ ამბობთ, რომ ძველი სახეები კი არ უნდა შევცვალოთ, ახალი დავამატოთ, ძველებით შემოვიყვანოთ და ამ შემდეგ. მოდით ჯერ პარტიის გეგმებზე ვისაუბროთ, მაინტერესებს რას ფიქრობთ, შეცვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ახალი მანევრი იმ ჯამს, რომელზეც თქვენ გაქვთ ახლა მიზანი აღებული და მიგაჩნიათ თუ არა თქვენც რომ აი ამ ბიძინა ივანიშვილის ახალი განცხადებით დაბნეულია თავად ოპოზიციაც. კი ბატონო, დავიწყებ პარტიით და ძალიან მოკლედ გეტყვით პარტიის გეგმებთან დაკავშირებით. თავარი მეინსტრიმული პარტია ნაციონალური მოძრაობა როგორ ფორმაში იქნება და როგორ წარსდგება საზოგადოების წინაშე არ არის უმნიშვნელო არავისთვის. მთელი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რა ფორმაში იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია. ვიქნებით ბრძოლისთვის რეალურად დამუხტულები, ვიქნებით საკუთარ თავებში დარწმუნებულები, ვიქნებით უფრო გულახდილები, ვიქნებით უფრო გახსნილები და კარებს და ფანჯრებს გავუღებთ ყველას აბსოლუტურად, ვისაც აქვს გამოცდილება რომელიც შეიძლება მოხმარდეს ამ ქვეყანას და ასევე კარებს გაუღებთ ყველას, ვისაც საქმის კეთება შეუძლია, ვინაიდან შეიძლება ადამიანი იყოს გამოცდილი თავისი სფეროს ფარგლებში და ასეთი ადამიანი ნამდვილად ჭირდება ქვეყანას, მაგრამ შეიძლება ადამიანს ჯერჯერობით გამოცდილება არ ჰქონდეს, მაგრამ ძალიან უნდოდეს საქმის კეთება. და ასეთ ადამიანს, ანუ ახალ თაობასაც ვეპატიჟებით. ეხლა არ მოგატყუილებთ და ამ ქვეყნის განვითარება შესაბამისად, რომელსაც უკავშირებ ჭიდროთ პარტიის განვითარებასაც, იმიტომ რომ გონია, რომ ნაციონალური მოძრაობის განვითარება პირდაპირ პროპორციულად აისახება ამ ქვეყნის განვითარებასთან და რაც უფრო კარგ ფორმაში, რაც უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანი იქნება პარტიაში, რაც უფრო მეტი პატრიოტი იქნება და რაც უფრო სწრაფად ცოდნის ლაბორატორიად გადაიქცევა ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო სწრაფად და მალე აისახება ეს ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე. და მიმაჩნია რომ ეს ჩვენ გვჭირდება თე არ მოგატყუილებს. ცოდნის ლაბორატორია გყავთ თქვენ პარტიაში, კოალიციაში, ეს რესპუბლიკური პარტია. რამდენად საკმარისია ეს და რამდენად თვითკმარი ხდება პარტია? ამ შემთხვევაში თავისი კოალიციური შემადგენლობებით პარტია, თქვენ სტატუსში თქვით რომ ფრონტი უნდა გაიშალოს, რომ საკმარისი იყოს ამ ძალის დასამართლებლად. რესპუბლიკური პარტია არის ძალაერთობაშია წევრი, ვისთანაც ვაპირებთ ჭიდროთ ურთიერთობას და ასევე მათთან ასეთ ჭიდრო თანამშრომლობის გზით კიდევ უფრო გაფართოვებას და მივიპატიჟოთ ყველა ის ძალა, ვისაც რეალურად ცვლილებები სურს, ეს დამატებითი საკითხია, მაგრამ უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის გაზრდის რესურსს ვხედავ და რამაზეც ამ ოპტიმიზმის საფუძველს იცით-ია, მე რომ ვიყო იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელიც თქვენ წინაშე წარსდგებოდა და იტყოდა, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ყველაფერი წესრიგში იყო, თუნდაც საარჩევნო კამპანიაში მიუხედავად ეწუთ დავივიწყოთ გაყალბების ის მასშტაბები, რომელსაც აზრილი ქონდა, ხო? რაც გვინდოდა ის მოვიყვანეთ სისტემაში, ფორმაში ვართ საუკეთესო. აი რომ ვწოდოთ, რომ ასე გავედით ჩვენ არჩევნებზე, ნაკლები საფუძველი მექნებოდა ოპტიმიზმის. ვიცი რა არის ჩვენი პარტიის ძლიერი მხარე და რა არის ნაკლოვანება და ნაკლოვანებები ბევრია აღმოსაფრელი. ზუსტად ვიცი რომ ამ სივრცეების კი გეტყვით აუცილებლად გეტყვით ეხლა ამ სივრცეების გაუმჯობესების, ანუ სივრცე არსებობს გაუმჯობესებისთვის, ვებერთელა. და ამ ნაკლოვანების აღმოფხვის შემდეგ, როგორც თქვენ გიყუროთ, როგორც თქვენს მაყურებელს
მესაუბრები აი ესეა დაწუნებული, რომ ვერც ერთი და ვერც ორი და ვერც სამი ბიძინა ივანიშვილი თავსაკუთარი ზავლადიდებით პროცესს, რომელიც სახელმწიფოს გაჯასაღებას და კიდევ უფრო მოდერნიზებას შეუწყობს ხელს, რისი ავტორიც არის ნაციონალური მოძრაობა წლების წინ გულისხმობ მოდერნიზებას, ვერ შეაჩერებს. ნაკლოვანება, იცით რა, ჩვენ ნაციონალური მოძრაობა უკანასკნელ წლების განმავლობაში გადარჩენისთვის ვიბრძოდით და მართლა რო არა 100,000-ობით ძალიან გულანთებული პატრიოტი ხარდაჭერა და გულშემატკივარი შეუძლებელია დღეს უბრალოდ არ ვიარსებებდით, ხო? შესაბამისად, პერიფერიული ხედვა ჩემის აზრით უბრალოდ დაგვიბლაგდა რაღაცა ეტაპზე, რაღაცები გამოგჩა. მე არ მინდა თქვა, რომ პარტიამ განიცადა დეკვალიფიკაცია, მაგრამ ცხოვრება გაგრძელდა პოლიტიკის მიღმა, ხო? განვითარდა უამრავი სფერო და ჩვენ საკმარისი დოზით ვერ მოვახერხეთ განახლება. განახლებას ოდესაც ვახსენებ, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი აი ესეთი თუ შეფასე ეთქოს ამაგდარი პარტიის წევრები, აქტიური გულშემატკივრები სწორად მიგებენ და აქ არ იქნება საფუძველი ეჭვიანობას, უბრალოდ ყველა ვეტერანი პარტიის წევრი ბედნიერი უნდა იყოს იმით, რომ მოდის ახალი ადამიანი პარტიაში. ახალ ადამიანში არ გულისხმობ აუცილებლად ახალ სახეს, ხო? ანუ საჭირო ადამიანს, ვისაც საქმის კეთება უნდა. ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, ვისაც უდიდესი გამოცდილება აქვს. მათთვის არ იყო კარები ღია, არ იყო კარები ღია იმ ასე ვთქვათ იმ სიფართოვით, როგორცაც მე ვისურვებდი და ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ შეიძლება ნახევარად ჩაკეტილი პარტიაც ვიყავით. თუ შევსება მოდიოდა ნაციონალურ მოძრაობაში, ეს უშუალოდ არჩევნების წინ, რომ საარჩევნო სია დაკომპლექტებულიყო რამდენიმე ახალი სახით. ბატონო, ამას ვინმე აჩერებდა კონკრეტულად? არა, იმიტომ რომ მე ავხსენი, მე არა, შესაბამისი კი, რა თქმა უნდა, ეს მეორე პრობლემაა, რომელსაც თვალყო გაუსწოროთ. ერთი რომ ამაში საკმარის ძალისხმევას არ ხარჯავდით, თუ კი ხარჯავდით, ეხლა წინა საარჩევნოდ სიის დაკომპლექტების დროს ხდებოდა ახალი ადამიანების მოზიდვა, რომლებიც დისონანსში მოდიოდნენ აი რეალურად არსებულ ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერით, იმიტომ რომ ვერც ასწრებდნენ გაცნობას და შეთამაშებას. რეალურად პარლამენტში ვიცნობდით ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ თუ ოჯახის წევრები უნდა ჩაითვალოს სრულფასოვნად წევრებად, სანამ საპარლამენტო სიაში ესა თუ ის ადამიანი მოხდება, მანამდე კარგი გაგებით, მტვერი უნდა გადაყლაპოს პოლიტიკური გუნდის შიგნიდან და დაიფერფოს და შემოქმედებით დაკავდეს. ნიკა, თქვენ სურთ გუნდი ახლა გადაახალისოთ და არა არჩევნების წინ, როცა სია გექნება შესაძლებელი. თუმცა ახლა გადახალისებაც ალბათ აუცილებლობაა, კარს მომდგარია ან ვადამდელი, ან ადგილობრივი არჩევნები. იქამდე მივდივარ, დიახ, აუცილებელი არის. ამით კონკურენცია იზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ადამიანი რომ მოვა, ვიღაცა ლიდერად დანიშნავს. და იანვრის ბოლოს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, სადაც წარმოადგენთ ჩვენ სამოქმედო გეგმას ერთი და ახალ ადამიანებს წარმოადგენთ წარმატებულ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, პარტიულ პოლიტიკა არ უკეთებიათ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერების კი არ ყოფილან, მაგრამ რა თქმა უნდა იყვნენ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიცია, მაგრამ სხვადასხვა თითქმის დასრულებულია, მაგრამ გრძელდება თვის ბოლოს იქნება ამ ყველაფრის პრეზენტაცია. მეორე საკითხი რომელი იანვრისთვის გეგმავთ ბატონო? თვის ბოლოს მაქსიმუმ ან იქნება 24 იანვარს, ან იქნება 31 იანვარს. ეს იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი როგორც თავმჯდომარის პარტიაში? დიახ, და ეს იქნება პირველი ეტაპი შევსების, მრავალეტაპიანი განახლების პროცესი. რამდენ ადამიანთან გაქვთ მოლაპარაკება და რამდენი ლიტრის სისხლის გადასხმას? ძალიან ბევრზე. ამ ეტაპზე რამდენიმე 10 ადამიანზეა საუბარი და საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში შევსება უნდა მიიღოს, აი 1000-ობით ახალი წევრი და გულშემატკივარი უნდა შეიძინოს. მეორე საკითხი თქვენ ახსენეთ, ეხლა გულახდილი ვარ, ხო? ეხლა უხილავი ბარიერი არსებობდა. ეს ბევრი მიზეზით იყო გათვალისწინებული, განპირობებული, რატო არ უნდოდა მავანს ან ამ პოლიტიკურ ორომტრიალში ჩართვა, ან ჩვენთან მჭიდრო ასოცირება რა. ნაციონალურ მოძრაობასთან. არ დავაბრალებ აქ მხოლოდ ქართულ ოცნების პროპაგანდას, ხო, ნახევარსოფლო პარტია და ნახევარსოფლო პარტია, რომელიც რეალურად ჩემის აზრით არის კაპიტალის მატარებელია, იმიტომ რომ ვიცით რა შეგვეშალა და რა არ უნდა ვაკეთოთ და რა ვაკეთოთ კიდევ უფრო უკეთესად, ხო? დასავლურ დემოკრატიებში ეს არის მონოპოლარი, როდესაც პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ნამყოფია და გამოცდილება აქვს მიღებული, იცის საკუთარი ცხვირი კედელზე აქვს მიტყმული და ის აღარ უნდა გააკეთოს და იცის რა უნდა გააკეთოს და კიდევ უფრო უკეთესად უნდა გააკეთოს. მაგრამ არის ობიექტურად ეხლა ამ ქვეყანაში ცხოვრობ ადამიანთა კატეგორია, რომელსაც
ტელევიზიით საუბარი არ კმარა რომელთანაც რომ დავარწმუნოთ რომ ისინი უნდა გახდნენ ჩვენი ოჯახის წევრები. მე არ მინდა არც ერთი ადამიანი ვინც ნაციონალურ მოძრაობას შემოუერთდება განცდა დარჩეს რომ ვიღაცის პარტიაში მოვიდნენ. ან თუნდაც მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ან ნიკამელის პარტიაში ან თქვენ ნებისმიერ მათ თუ განცდა არ დარჩა რომ მოვიდნენ იმ პლატფორმაზე სადაც ქვეყანას უნდა ემსახურონ და სახელმწიფო უკეთესი სახელმწიფოს დაპროექტება უნდა დაიწყოს სხვადასხვა მიმართულებით მათ თუ განცდა არ ექნებათ რომ თვითონ იქნებიან შემოქმედი გამსაზღვრელი ამ ქვეყნისა ისეთ მე ვისურვებდი რომ ასეთი ადამიანები ანუ არ შემოგვიერთენ იმიტომ რომ პრაქტიკა მაჩვენა რომ თუ ადამიანის არ აქვს განცდა საკუთრების რომ ის სადაც მუშაობს ის რასაც ემსახურება მისიც არის ბოლომდე ვერ იხარჯება და მიხარია გულახდილად გამოგიტყდებით რომ 2-3 კვირის წინ უამრავ ადამიანს ვისაც მე არ ვერ გავესაუბრებოდი იმიტომ რომ თავად მჭირდებოდა დავწუნებულიყავი რომ თუნდაც ნახევრად ბნელ ოთახში ნაბიჯებს არ ვდგამდი და პასუხისმგებლობის აღებაა ხო შედაარწმუნო ადამიანი რომ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში მიხარია რომ ამდენი პატრიოტი არსებობს მიხარია რომ ბევრი ადამიანი თქვენ დაინახავთ არის მაგალითის მიმცემი და გამოჩნდებიან ეს ადამიანები იმისა რომ მიუხედავად წყენისა ისინი მზად არიან ეს წყენა დაივიწყონ ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და ამით მაგალითი მიცენ სხვებს რომ მოვიდნენ ყველაზე გამოსთილ ყველაზე პროგრესზე ორიენტირებულ პარტიაში და აი ასე ხელიხელ ჩაკიდებულება დავამარცხოთ უიმედობა მე არ ვამბობ რომ ბიძინა ივანიშვილი თქვენი აქტივობა და გადახალისება პარტიის რითია ნაკარნახევი უფრო დიდი ელექტორატი შეიძინოთ ანუ გაზარდოთ ხმები თქვენი პარტიაში არის პრობლემები არა პრობლემებიც გვაქვს ეს იმას არ ნიშნავს რომ პრობლემების მორევში ვიყავით მაგრამ ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების რესურსი, მაგრამ რიგი მიმართულებით განსაკუთრებით საჭიროა, ხო? მაგალითად, ამ ხელა პარტია ვარ და ჩვენ არ ყავდა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. აი ამ ხელა პარტია ვარ. ნაციონალური მოძრაობა ისევ ცდილობს ლიდერის ფუნქციები დაიბრუნოს. აი, დავასრულოთ. აი, ამ ხელა პარტია ვარ, ხო? დევერხანა პარტია ვარ, რომელსაც ამბიცია აქვს, მოვიდეს. დიდი უზარმაზარი პარტია. ანუ ხარაკუცა არა ხარ. არა, ხარაკუცა, ნუ ეხა ეს ჯერ აი ხარაკუ სიტყვა აი პოლიტიკურმა ლიდერმა ის სიტყვა ხარაკუცა რატომ უნდა გამოიყენოს ნუ სხვა საკითხია, კარგი. ხო, აი მაგალითად არ ყავდა ჩვენ ჯანდაცვის საკითხებზე პასუხისგებელი ჯგუფი პარტიაში. ნაკლოვანება ყოველთვის თავი დავანებოთ. ანუ ჩვენი სახით მაშინ როდესაც სამწუხაროდ იქნება ამ საკითხზე იქნება ნიშნულოვანი ჯგუფი გაკეთდა უკვე და კეთდება და ისინი მუშაობენ უკვე ამ მიმართულებით რომლებიც ჩვენ არ გვინდა ბიძინა ივანიშვილი საერთოდ ის დამარცხდება ეს ბატონი იმიტომ რომ ანუ დარწმუნებულება დამარცხდება მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მზად ვიყოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად და მეორე დღიდანვე დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობა ესეც სიმართლე უნდა ითქვას ბევრი ვერ დავარწმუნეთ ეხა ხედავთ ჯამურად ოპოზიციამ გაიმარჯვა უმცირესობით ხარდაჭერილი არის უმრავლესობაში ეს გასაგებია მაგრამ ბევრი ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იმაში რომ ვიყავით ალტერნატივა ხელისუფლების ჩვენ ნაციონალურ მოძრაობის განახლებაზე და გავაგრძელოთ შემდეგ საუბარი თქვენ როგორ ფიქრობთ უბრალოდ რა შეგიძლიათ მითხრათ იმასთან დაკავშირებით 1000-მდე ადამიანი შეიძლება შემოგვიერთდეს ოიანის 1000-მდე არა მეტი გაცილებით მეტი რა როლი აქვს ამ ადამიანების თან მოლაპარაკებაში მიხეილ სააკაშვილს. კი ბატონო, ამ ადამიანთან ნაწილი პარტიის მმართველობაში შემოდის. ისინი უბრალოდ არ უერთდებიან პარტიის უზარმაზო ხარდაჭერთა არმიას. ნაწილი მათგანი იქნება პარტიის მმართველობაზე პასუხისმგებელნი. ანუ პოლიცაბჭოს წევრები იქნებიან? აღმასრულებელი რგოლის შესაბამისი მიმართულებებზე პასუხისმგებელი ადამიანები და უამრავ რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც წარმატებას მოუტანენ ამ ქვეყანას რა ეხლა თავდადობის გარეშე ვიტყვი რა ეხლა ნაციონალური მოძრაობა იქნება ძლიერი ამ ქვეყანაში პროცესები რომლებიც განვითარებაზე იქნება ორიენტირებული იქნება უფრო ძლავრი მიხეილ სააკაშვილზე მკითხეთ ხო ეხლა ქვეყანაში ძალიან ბევრი საუბრობს და სხვადასხვა ეთერებში დავდენ კითხავს მისმევენ რომ იცით რა მიხეილ სააკაშვილი
ხალხს უჭერდა ლევან ვარშალომიძე თქვენ როგორ მოახერხეთ არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება მიხეილ სააკაშვილის იდეა რო არ ყოფილიყო და ამ პროცესის ხარდაჭერი არ ყოფილიყო თეა არ შედგებოდა ის უნიკალური არჩევნები რომელიც შედგა და კი ბატონო ლევან ვარშალომიძეს სურდა გამარჯობა და მეც სურდა ეს იყო რეალური არჩევნები და ეს არ იყო ფარსი არჩევნები არ ვიცოდი არც მე და არც ლევან რომელიღაცა გავიმარჯვეთ რომელიღაცა დავმარცხებდი სწორედ ამით განსხვავდება ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნებისგან რომელმაც უკვე იცის წინასწარ იქნება კი პროცესმა ირაკლი კობახიძისგან პროცესი გამოდგა გამარჯვებული კი ბატონო ეხა ირაკლი კობახიძე და მიხეილ სააკაშვილის ეს არ მოხდებოდა რომ არა ნება და ხშირად ვამბობ აი რამდენად აღმოაჩნდა უნარი ნაციონალურ მოძრაობას განახლებისა ხახნო არ მეთაკიოდა ჩემი წარსულია და მე ჩემს წარსულს არ გაურბივარ ხო არ ვიყავი მე წლების წინ ახალგაზრდობაში ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერი და ეხა ამ პარტიის თავმჯდომარე გავხდი ხო მიხეილ სააკაშვილის ნება რა ყოფილიყო როგორ ფიქრობთ ეხა რა გადატრიალებას ყო მოწმობდი იმაში პარტიაში მაგრამ კობახიძის დაკავშირებით აი ხა არჩევნები რო ტარდებოდეს რა წარმოვიდგინეთ საქართველოს ოცნებაში თავმჯდომარეს რო ირჩევდნენ აი გულახდეთ გეუბნებით ეხა აქედანვე ჩანს რომ კობახიძე ბატონი ხო აი ვერ იქნებოდა არჩეული ქართული ოცნების წევრების მიერვე ბევრად იმიტომ დაარწმუნებული ვარ მაგალითად პარტიაში სადაც მე კი არ ვადიდებ და გასაგებია როცაღი აზრის ფარგლებში ვჩები ხა პარტიას რომელსაც ყავს გახარია ბატონი ხო და თავმჯდომარე რომელიც ნუ პასუხისგებლობითაც და არ ვიცი თუ შეიძლება ითქვას ეხა კობახიძესთან შედარებით არის უფრო პოპულარული პოლიტიკური ფიგურა ხო და კობახიძეს პარტიის თავმჯდომარედ ნიშნავ ეს ხო დანიშნა და არა არჩევა დანიშნა ბატონმა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარე ამითაც კი განსხვავდებით ამითაც კი თვისობრივად განსხვავდება აქედან გამომდინარე რამდენად ივანიშვილისგან კი ბატონო კიდევ ბევრი რამით აქედან გამომდინარე რამდენად სარწმუნოა ბიძინა ივანიშვილის რეალური წასვლა ის მას ამის სურვილი აქვს და მიდის და ვერ წავა თუ ის მართლა მოახერხებს გაერიდოს ქართულ პოლიტიკურ იცით მე ცოტა განსხვავებული პოზიცია მაქვს ბევრისგან და არ ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილი არ პოზიციაში არის და ის რაღაცა მორიგ ტრიუქს ათამაშებს. იცით პოლიტიკა არის აღქმა, აი როგორც მე აღვიქვამ რაღაცა პროცესი კიდე გამომდინარე მე მასთან დაკავშირებით მიყალიბდება დამოკიდებულება, ხო? ეხლა ფაქტია რომ ამ ადამიანმა თქვა რომ წავიდა პოლიტიკიდან, პარტიიდანაც. შეუძლებელია ამან დადებითი გავლენა იქონიოს საკუთარ პარტიის არ ვიცი მე რაღაცა რეიტინგზე თუ ასე თქვა და ასე ახლა არსებობს ადამიანთა დიდი რაღაცა იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ქართული ოცნება რატო ბიძინა თავიდან ბოლომდე ეს პარტია დამოკიდებული იყო ფულზე, დამოკიდებული იყო ბიძინა ივანიშვილის რაღაცა ლეგენდაზე, ხო? ეხლა ყობახიძეს და თალაკვაძეს გამო ამ პარტიას ხარს ბევრი აღარ დაუჭერს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ ნიშნავს იმას, რომ გაუშვებს მართვის სადავეებს. ეხლა ამდენად გულუბრყვილო არ არის, მაგრამ უნდა მას თუ არ უნდა იგივე ძალაუფლება ვერ ექნება და ერთხელ შეგახსენებთ, ხო წავიდა ხო წავიდა პარტიიდან და შემოვიდა მეორე გავიგეთ მაგრამ როდის წავიდა როცა გაცილებით სუსტი იყო ოპოზიცია გაცილებით სუსტი იყო ნაციონალურ მოძრაობა და თქვა რომ მე პარტიიდან კი არ მივდივარ უბრალოდ მესამე სექტორს გავაძლიერებ და მესამე ძალის შექმნას ვეცდები და მე მოგიბრუნდებითო და ამასობაში კი რაღაც დაინგრა თავზე დაემხო პარტია და მობრუნდა ხო ეხლა უამრავი ყველა მიმართულებით კრიზისია ყველა მიმართულებით ეკონომიკური სოციალური პოლიტიკური და ბევრად ძლიერია ნაციონალურ მოძრაობა ოპოზიციას მას არ უნდა წინააღმდეგობის ცენტრი ხომ არ ჩამოეშალა ბიძინა ივანიშვილის კი ბატონო კარგი კითხვა მას უბრალოდ არ უნდა რომ გახდეს დამარცხებული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი. ეს მარცხი არის გარდაუვალი. რაც არ უნდა ვიძახოთ რომ ეს ადამიანი ანუ წააგო და ამიტომ წავიდა. რა ბუნებრივია ხალხო შეუძლებელი არის თუ ბიძინა ივანიშვილმა შეძლოს სადავეების შენარჩუნება. გამორიცხული არის. არ არსებობს ამ ბევრი რამ იქნება ახლა ოპოზიციას დამოკიდებული და ჩვენს აქტიურობაზე. და აი მე ვთქვი და იქ ვიმყოფებით ეხლა ნაციონალურ მოძრაობა ვართ ხა პოლიტიკურ პროფილაქტიკაში. გამოდივართ თვის ბოლოდან. ხო თებერვლიდან მნიშვნელოვნად გავაქტიურდებით. ნაციონალურ მოძრაობაში გატარებული რეფორმები დადებითად აისახება მთელს ოპოზიციურ ლანდშაფტზე. ამაში ეჭვი არ მეპარება. ვაპირებთ ასევე ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ეხლა ჩვენ თუ იმის მოლოდინში ვიქნებით, ეხლა ბიძინა ივანიშვილი ჩვენი დღეს გამოვა და იტყვის ეხლა ქვეყნიდან წავედიო. ნუ არ გვინდა ამის ლოდინი, ხო გვინდა უბრალოდ რომ ჩვენ ვიყოთ აქტიურები და დღის წესრიგი და პოლიტიკური პროცესი შექმნას ოპოზიციამ. მაგრამ
ნაკარნახევი ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი კარგი ცხოვრებით არ არის. თეა არ არის. ეს ადამიანი ხედავს რა ელოდება მას უახლოეს თვეებში. და განერიდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ფიქრობ გარედან, აი ხო კიდე გარედანს პოზიცია რა შევარო, გარედან სასახლე შეგინდა საქათმე, ხო? ანუ ცუდ ფორმაში არაფერზე არ დგას. შიგნით კრიზისი, რომელიც არსებობს და ამ კრიზისის მორევში ეფლობა მთელი ქვეყანა, ეხლა ხელისუფლება განყენებულად ვერ იქნებოდა და ნუ იფიქრა რომ თავის თავს ანუ ლეგენდას გადაარჩენს, ეხლა გარიდება, ეხლა მათ გონია თუ პოლიტიკურ პროცესებში ჩართული იყო იმისათვის რომ არჩილ თალაკვაძე და ყობახიძეები ასე ვთქვათ წინაპლანზე წამოეწია. დაინახა რომ ეს გემი არ იყოს ფაქტია რომ მან ყობახიძე დატოვა და არა გახარია პარტიის ხელმძღვანელად და ლიდერად მისი გუნდის. იმიტომ რომ ხო რა ურჩევნია რომ იყოს თუ მაინდა-მაინც მარცხი იქნება, მე დარწმუნებული ვარ ამას იფიქრებ და იყოს ქაოსი ყოველ შემთხვევაში ფიქრობს ალბათ მისი მოკლე გაქინებით, მოკლე გაქანებით რომ ფული მე მაქვს, ბატონო? ბოლომდე გაწირა. როგორ შეიძლება ხა ბატონიკო მე არ ვიცი ქართულის ხარდაჭერების გისმენელი ალბათ. 5-6 წელიო ქართულ ოცნებას არაფერი არ ემუქრებაო, მაგრამ თუ ერთმანეთში საქმეების გარჩევას დაიწყებენო, ეს არის საფრთხე და ასევე რაღაც თან მიაქვს სევდა იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი ოპოზიცია ვერ შექმნა. ხომ არ შემოbrunდება ნაციონალურ მოძრაობასა ბიძინა ივანიშვილმა კი არ მოიგო. ბიძინა ივანიშვილი სწორ მომენტში გამოჩნდა, თორე ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით ჭამდნენ ერთმანეთს. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ალბათ აი ზურგიდან თითი კრაა და გადააგდო ხელისუფლებიდან. ნაციონალურ მოძრაობა თვითონ მარცხდებოდა, მე ხო ვიცი ეხლა რა ხდებოდა, იყო დაჯგუფებები და გადააყოლეს რაღაცებს ამინდა ამაზე საუბარი, ხო? თორე დღეს ბევრად მნიშვნელოვანი წინსვლა ექნებოდა სახელმწიფო. ბიძინა ივანიშვილი კი არ მოიგო, ნაციონალურ მოძრაობა წააგო. ახლა ხედავთ რომ ხელისუფლება აგებს. დიახაც, იმიტომ რომ ეს ეროზია ჭამს უკვე შიგნიდან. ჭამს, როგორ შეიძლება ნორმალურმა, განათლებულმა ან ლაღმა ადამიანმა, ხო? ხარი დაუჭიროს ძალას, რომლის თუნდაც ნომინალური თავმჯდომარე გახავთ ბატონი ყობახიძე, რომელიც არაფერს არ კეთებს გარდა შუღლის გაღვივებისა, გარდა შეურაცხყოფისა, მისი არ ვიცი საფინო ნიშანი არის უბრალოდ შეურაცხყოფა და შეურაცხყოფა. დაღლი დაკარსული პოლიტიკური ძალა იმები გიწოდათ ოპოზიციას ამას გააგრძელებს, იმიტომ რომ ამით თავს აწონებს კი იცით ვის, ხო? ბიძინა ივანიშვილი ისევ იქნება აქტიური დამკვირვებელი ქართული პოლიტიკური მას უნდა დისტანცირდეს საჯაროდ მაინც ხალხში გაჩეს მისი ამოცანა არის ერთი სიტყვით რომ საჯარო გზავნილი იყოს და მაქსიმუმად ეცდება რომ ეს ხორჩესმული იყოს რომ ის ნამდვილად წავიდა. როცა ეს ვითარება ასეთი იქნება შეუძლებელია რომ ამ ყველაფერმა სასოწარკვეთაში არ ჩააგდოს ძალა, რომელიც უბრალოდ ხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ფიქრობდა რომ იმას აქვს ბევრი ფული, მერე რა რო ჭუარა, მერე რა გამოცდილება რა ბევრი ფული აქვს. ეხლა ეს ფულიც აღარ არსებობს. ხო? მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ეს მათი უბედურებაა და მათ ისინი გადაწყვეტენ რა როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენ ოპოზიციაში უნდა ვიყოთ ადამიანები გაერთიანებული კონკრეტული საკითხების გარშემო და ვასხივებდეთ ხელისუფლებაში უბრალოდ მოსვლის ჟინს კი არა ქვეყანაში საქმის კეთების სურვილით ვიყოთ შეპყრობილი და ზუსტად ვესაუბროთ ხალხს, ზუსტად აუხსნათ საზოგადოებას, რას ვაკეთებთ, რას ვაპირებთ და როგორი იქნება საქართველოს 2-3 წელიწადში, როგორი იქნება საქართველოს 6 თვეში. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ უბრალოდ ხარისხი განვითარების კი არ დააგდო დაბალ სტანდარტზე, აბსოლუტურად ამოშანთული არის. მიზნები და ამოცანები ქვეყანაზე დააკვირდით, ხელისუფლება არ უსახავს მაღალ მიზნებს და ამოცანებს. აი რა არის ბიძინები, რა მიზანი და ამოცანა. ეხლა პირდაპირ გეტყვით, აი მიხეილ სააკაშვილის პლუსი რა იყო უდიდესი, ხო? ადამიანები ბევრი დაცინოდა, გამოვიდოდა და საუბრობდა ამბიციურ პროექტებზე და ბევრი დაცინოდა. მაგრამ ამით გემოვნებას არ ვითარებდა, ამით ამბიციურს ხდიდა ერს. ამბობდა კი ბატონო, ბათუმში გაიხსნება საერთაშორისო რაღაც აეროპორტი, რომელიც მალე აჯობებს სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ჰაბი. ბევრი დაცინოდა, ბევრი სერიოზულად იღებდა, მაგრამ საუბრობდა ზამთრის კურორტი იქნება უკეთესი ვიდრე შვეიცარიაში არსებული ზამთრის კურორტი და ბევრი რამე კეთდებოდა, მაგრამ
ამბიციას ისახავდა, მიზანს ისახავდა, მაღალი ფრენიჩიტი იყო ნაციონალური მოძრაობა, მაღალ მიზნესა და ამოცანებს უსახავდა საკუთარ თავს და განვითარებული ქვეყნები იყო მისი მოდელი და არა საჩხერი. კი ბატონო, ჯეროდა ხალხს, რომ ქვეყანა მიდის წინ და მიდიოდა მოდერნიზა და ეს ადამიანი ამასაც რიტორიკის დონეზეც არ ასახავს. გამიგე? კი ბატონო, მიგაჩნიათ თუ არა ბიძინა ივანიშვილის მთავარი დასამარცხებელი ჯერ კიდევ წინ არის და ეს არის მიხეილ სააკაშვილი, სწორედ მასზე საუბრობს ის თავის წერილშიც და ინტერვიუშიც და ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენთ რა ავტორიტეტი ჰქონდა მას ევროპაში, რა ფესვები ამოძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე და სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობის დამარცხებისთვის შემოვიდა და ეს შევასრულე და წავედი. შეასრულა და გამცხადეთ. პორცია მოახდინობისას შემოგთავაზებთ თქვენის ნებართვით. რაც არ უნდა ძილგანმომთხრელი საქმიანობით ყოფილიყო დაკავებული რუსეთის ფედერაცია, როგორც უპირველგანწყობილი სახელმწიფო, თავისთავად ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს რომ მოახერხა ხელისუფლებაში მოსვლა, აი არაფერი ეს ნაწილი არაფერი ამაზე უკეთ არ მეტყველებს თუ რა ხელა პრობლემა იყო ნაციონალურ მოძრაობაში. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ოდესმე ხელისუფლებაში მოსულიყო ისეთი სახელმწიფოსი, როგორც არის საქართველო, სადაც განვითარებული ხალხი ცხოვრობს. როგორ შეიძლება რომ არა ძიმე შეცდომები. ჩვენ თავში დავინახოთ პრობლემა და მე მეამაყება რომ დიახაც გამოცდილი პარტიის თავმჯდომარე გამოცდილი ხალხის ნაკრები არის ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ის მეამაყება რომ ძალიან ბევრი კიდევ უფრო გამოცდილი და ახალგაზრდა ადამიანი შემოერთება ამ გულს და იგივე შეცდომებს არ დაუშვებთ რომ ხვალ და ზეგ აი ალია ბიძინა ივანიშვილი და ვანო ჩხატიშვილი და ასე იმიტომ რომ ბევრი ფული აქვს არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენ დიაგნოზი უნდა დავსვათ თეა და ნაკლები ვისაუბროთ და თებერვლი და მეკვიდრებით ნაკლებს ვისაუბროთ ბიძინა ივანიშვილზე. საერთოდ არ მაქვს სურვილი რომ ვისაუბრო და არც პარტია ნაციონალურ მოძრაობა უნდა ვისაუბროთ მომავალზე. და ხალხს კვლავ გაუღვივოთ განსტა რომ აი შენ იქ რო ცხოვრობ ჭიათურაში, შენ იქ რო ცხოვრობ ხობში ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, შენს ხელში არის ამ ქვეყნის განვითარების გასაღები. შენ ეს შეგიძლია, ჩვენ ვიგსახურებთ უკეთეს სახელმწიფოს. დღეს ამას არათუ არ სთავაზობს ივანიშვილი, უთხარო, სადაც ხარ, იქ ხარ, ჭამე არ მოგტე მშიერი და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი და დავუსვოთ, არის სახელმწიფო პრობლემებში ჩაფლული და სახელმწიფოებრივი საკითხები, როდესაც წინაპლანზე იწევა, რეაგირებას ვერ ახერხებს. ამიტომ მეტი პროგრესი და მეტი იმედი და სწორი ადამიანები ოპოზიციაში, რომელსაც აქვს პრეტენზია მოვიდეს ხელისუფლებაში და მადლობა თუ რამისთვის მინდა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადო და დავამთავრებ არის რომ ნაციონალურ მოძრაობას მოაშორა უამრავი ის ადამიანი, რომელიც რო არა ბიძინა ივანიშვილი კვლავ ნაციონალურ მოძრაობაში იქნებოდა და ეს ადამიანები ხა არიან ქართულ ოცნებაში სამწუხაროდ ამ ქვეყნებში. ზოგიერთს კომპლიმენტებიც კი შეუთვალა გუშინ. და თქვა რომ მაგალითად ვანო მერაბიშვილმა კაცურად მოიხადა თავისი საშუალება. ხო, ნუ ეხლა იცით რა, მე ჩემი პოზიცია ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დავაფიქსირე, არ ვაპირებ არც კარგის თქმას, იმიტომ რომ მithumetes ვერაფერ კარგს ვერ ვიტყვით რომ ვთხოვოთ, ამის საფუძველი უახლოესი ჩემი მასთან ურთიერთობისას არსებობს, მე არ უკავშირებ მე მაქვს სხვა პრეტენზია ამ ადამიანთან, რომელიც არ უკავშირდება წინა ხელისუფლებას, მაგრამ მე პირადად დავწმუნდი იმაში, ნეტა რაშიც თუ არ დავწმუნებულიყავი, იქნებოდი ბედნიერი გასული თვეების განმავლობაში და აქედან გამომდინარე მე გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე, რომ სადაც იქნება ეს ადამიანი, მე იქ არ ვიქნები. ამას აქვს თავისი საფუძველი, განგებ არ ვსაუბრობ, თუ რას გულისხმობ, ფიქრობ, რომ ამის დრო ახლა არ არის, მაგრამ ეს არ უკავშირდება წინა წლებს და არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დროინდელ ვანო მერაბიშვილს, ეს უკავშირდება ვანო მერაბიშვილს, აი რომელიც იყო აი აქ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხელისუფლების დროს იყო რა, არასაკმარისი კონტროლი იყო ძალოვან უწყებებზე და კონტროლის მექანიზმი არ არსებობდა. ადამიანის მიხეილ სააკაშვილმა იმას არ ამბობ, რომ ყველა უნდა გავათავისუფლო პასუხისმგებლობისგან, მაგრამ როდესაც ქალაქები შენდებოდა, როდესაც ინვესტიციების მოზიდვით იყო დაკავებული, ხო? სამწუხაროდ უძიმესი შეცდომები იქნა დაშვებული იქ სადაც შეცდომების პარალელურად უნდა გავიწყდებათ ისიც რომ ჭიგაიძის და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ კრიმინალის შესანიშნავ მდგომარეობაში შედეგად მოხდა ის რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდა თეა ეს მოხდა შედეგად მოვიდა ფარცხალზე